აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტები განიხილეს. მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის, იურიდიული პირების რეორგანიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა ასევე მოისმინეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისთვის უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის შესახებ ინფორმაცია.